ჩემ მადამ იმდენი მარწყვა მოიტანა, რომ რამე გემრიელი აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, ამიტომ გავიქეცი მარკეტში და ვიყიდე ის პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად ამჭირდებოდა. ასე რომ გავაკეთოთ მარწყვის ტორტი. სანამ დაჭრილი და დაშაქრული მარწყვი წვენს გამოუშვებს, მანამდე ჩვენ გავაკეთოთ ბისკვიტი. ბისკვიტის მოსამზადებლად დაგვჭირდება 5 ცალი კვერცხი, შაქარი, ქვილი, მარილი და ვანილი. და ცოტა ლიმონის წვენიც. დავიწყე ცილისა და კვერცხის გულის ერთმანეთისაგან განცალკევება. აუცილებელია, რომ ცილაში კვერცხის გულის ნაწილი არ გაკვეთ. დავამატე მწიყვი მარილი და ავთქვიფე. კარგად უნდა ათქვიფოთ, ისე რომ საბოლოო კონსისტენცია იყოს ასეთი, რომ გადმოატრიალებთ, არ უნდა გადმოვარდეს. შემდეგ ოდნავ ლიმონის წვენი და ესეც კარგად უნდა ამოვურიოთ. შემდეგი ნაბიჯია შაქრის დამატება, რომელსაც არაერთიანად, არამედ ესე ნაწილ-ნაწილ შევურებ. იმდენ ხანს უნდა დაამიქსეროთ, რომ შაქარი იდეალურად გადნეს მასაში, ხოლო ამის შემდეგ თითო-თითოდ ესეც ეტაპობრივად უნდა შევურიოთ კვერცხის გული. როცა ესეთი ფერის იქნება და კონსისტენციის, შემდეგ უნდა დაიწყოთ ფქვილის დამატება, ოღონდ არა მიქსერით, არამედ ესე ერთი მიმართულებით უნდა ამოურიოთ. რეცეპტში არ ეწერა, თუმცა მე ვანილი მაინც დავამატე. კიდევ ერთხელ კარგად ამოვურიოთ და ჩვენი ბისკვიტის მასა უკვე მზად არის. და ბოლო ნაწილია, რომ გადავიტანოთ ფორმაში, სადაც წინასწარ ჩავაფინე საცხობი ქაღალდი. ბისკვიტის მასა უკვე მზად არის, ახლა 45 წუთის განმავლობაში უნდა გამოვაცხოთ 160 გრადუსზე. სანამ ჩვენი ბისკვიტი გამოცხება, მანამდე გავაკეთოთ კრემი. ამისათვის დაგვჭირდება კრემყველი, დაგვჭირდება კარაქი და შესქელებული რძე. ეს ყველა ინგრედიენტი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, თორე აიჭრება. გადავიტანე კარაქი, ამის შემდეგ შესქელებული რძე და ეტაპობრივად გავთქვიფე შემდეგ კრემყოლთან ერთად. ამასობაში ჩვენი ბისკვიტიც გამოცხვა და გავჭერით ორ ნაწილად. და სანამ გამოვიყენეთ დაშაქრული მარწყვის წვენი და იყო უგემრიელესი, გადავიტანეთ მეორე ფენად კრემი, კარგად გადავანაწილეთ და მოვაყარეთ მარწყვი. თქვენ შეგიძლიათ რომ გამოაცხოთ რამდენიმე ბისკვიტი და გამოგივათ უფრო მაღალი ტორტიც. ჩვენ ამჯერად როგორც გითხარით ორ ნაწილად გავყავით, ბოლო ფენასაც წავუსვით თეთრი კრემი და ესე მოვალაგეთ მარწყვები, შიგნითაც დაშაქრული მარწყვები ჩავყარეთ. დროა გაჩვენოთ, როგორი გამოვიდა ჩვენი მარწყვის ტორტი, მაგრამ მანამდე გეტყვით, რომ ბისკვიტზე ცოტა სხვა რეცეპტსაც ვუცდიდი, იმიტომ რომ ისეთივე არ ამოვიდა, როგორც იმ ქალბატონს ამოვიდა ვიდეოში. თუმცა პირველი მცდელობისთვის ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან ლამაზი და საყვარელია ჩვენი ტორტი. ტადამ! გემოც იმედია, რომ კარგი ექნება და მადლობა ვინც მიყურეთ. კარგად!